დაიწყო მოგზაურობა. მოგზაურობით სვანეთში ავტოსტოპით არა, სვანეთში ავტოსტოპით არა. მაგრამ ზუგდიდის გავლით. სვანეთს ხოლმე წახვალ. მაშინ იქ წამოხდით ლეჩხუმში. და ზუგდიდში რომ მოხვდეთ, გვინდა რომ ზუგდიდში გავტესტოთ აბა ავტოსტოპით წასვლა. ნახოთ მოგეგვიჩერებს და ვინ არა. თუ ვინ იცობა და გააჩერა და ძალიან გაჭიანურდა ამბავი, არ არის პრობლემა, წავალთ სამარშრუტო ტაქსით. მაგრამ როლს ცდით. აბა თუ წავალთ. შენ როგორ გონია? ჩემი აზრით მალე წავალთ. აი პატარა დავჭღაპნეთ აგერ ზუგდიდი, დავაწერეთ. თუ გაგვიჩერებენ ხო კარგი, თუ არა და მე ამას მოვიქცეთ. დავიწყოთ? კი. დავიწყოთ. ორი შენს დაიგავე? და გააჩვენე იქ რომ მოდის მანქანა. მე კი არ მაჩვენე მანქანას აჩვენე. აა მოდის ჯერდა. ამოიბლის წავა. მოდის. მეგონა აჩერებდა. იოლი ვერ გააჩერა. მოკლედ, თავიდან ასე დავიწყოთ. დღე დავიწყეთ პოზიტიურად, ბევრი ვიცით, ბევრი ხუმეთ, სანამ ვიდეო ჩავთავდით. ორშაბათ დღეა, დილიდანვე პოზიტივი კარგია. თუმცა სულ გზავრობ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, თუ მოგეწონებათ ვიდეო ჯამში დალაიქეთ და დაწერეთ კომენტარებში ვის რა იდეები მოგივათ ჩვენ სვანეთში აღმოჩნდებით. იქნებ სვანეთში ძალიან კარგი კონტენტი გადავიდეთ. ეს მე კარგი პაშასი არა. სიგავაგეთ რაიც. მაინც გავაგეთ ეს იქ. ხელი დაგუცნია მე ესეთი მანქანები წამოვიდა ამ ბოლო დროს პარე ველოსიპედი გამოიაროს და გავაჩერებიოთ. ველოსიპედს მომგიც. ხო აბა ადგილი არც არა, ორ კაციანი რო ყველა. ყველა ორ კაციანი რატო? მე რა ვიცი. დანახები მე კერმანა. მიყურებდა, მაგრამ შედა კეთანახე და აქეთ დაინახავს, წარწერა ხომ წაკითხავს ამ. მაგრამ ასე რომ შემოდი უხებს ასე გამოუყო. ამან ჩილოს ვიდეოში სულ არ მიდის, მაგრამ სადღაც ხობთან გაგვიჩეროს ხობის გადასახობთან ან ხობში ჩაგვიყვალოს და იქ და მე მარტივია. მოკლედ მეგობრებო, გაგვიჩერა ამ არაჩვეულებრივ პიროვნებამ და ქალაქის გასასვლელთან დაგდოვეს მე-7 კილომეტრთან როგორც ვცხო? ხო. ეს უკვე კარგი წინ გადადგმული ნაბიჯია. ვიდივართ ზუგდიდში. აბა ვნახოთ მე-7 კილომეტრთან რომ ჩამოვალთ, ვინ გააჩერებს და როგორ იქნება სიტუაცია. შევხვდებით გაჩერებაზე. ადგილი? ეს ადგილი როგორ ამახსოვს, აი? აქ დაიწყო ჩვენი მოგზაურობა ქუთაისში. ვისაც ახსოვს ეს ვიდეო, მე-7 კილომეტრს ეძახიან ფოთი რომ თავდება და ხიდს გადახვალ და მიდიხარ ფოთში. გარეთ. გაღმა, ასე თქვა. გარეთ. მოკლედ, საერთოდ არაჩვეულებრივი პიროვნება შეხვდა, მოგვიყანა აქამდე, სადღაც აქ მუშაობდა და გაგვიჩერა, ასე რომ ახლა გვინდა გავაგზავნოთ გზა. დაიკავე, აიღე ის ზუგდიდი. ზუგდიდი. ავიღო ზუგდიდი. ხო, გადაატრიალ და დააჩვენე რა. აი. ისევ, ვალაკოლახე კაცში, ზუგდიდი. აი ეგრე. წარწერა გვაქვს. ეს მარშრუტკა. ეს არ იცლება. არ იცლება კაცო. ეს მაგანა. ხო, ის არ იცლება, არ გამიჩერება. ნახოთ აბა ვინ გაგვიჩერებს და რა მოხდება. ზემოთ ისეთი ღრუბელი მოდის. ჩვენ მოგვიწევს თავის შეფარება. იქიდან გადაიღე, აი. ესე მოხდება. ნახოთ აბა ვინ გაგვიჩერებს და რა მოხდება. ნახოთ.
მოკლედ მეგობრებო, გაგვიჩერეს როგორც ველოდით და ზუგდიდში არა, მაგრამ ხობში ჩაგვიყვანს. ხობიდან კიდე განვაგრძობ გზას. მე მგონი ძალიან საინტერესო მოგზაურობა გამოდის და ნახოთ აბა რა იქნება წინ. მოკლედ ავტოსტოპით მოვიდით ხობში, გავჩერდით რადგან ვის საუზმოთ და მივთვათ ხობის შაურმა. ხობის, არასდროს გავგვიდესავთ და აბა ნახოთ როგორია. ან დავაკემოლებთ და დავუვით. შემდეგ ზუგდიდში გადავიდეთ. ჯერ პირველ ჩემთვის. Oraya. Ama yetişme hop. Bakın. Ne yapasın lan? ყველაფერი აიღე გათითო 9. 10-დან 9. ნუ მეც აგერ ფიქრობ რა. ჩემი აზრით ეგრეა. შონიერი შაურმა. მასა კარგია. ნუ ხშია მაინც ყველაფერი კარგია, ხო? მაგრამ ზოგადად გემრიელია თუ მოხდებით ხობში, გასინჯეთ აუცილებლად. აგემოვნეთ. აბა შევხვდებით გზაზე. ზუგდიდში. მოკლედ ვაგზელებთ აჩვენაშენის ქვეწაწერა სწორად. ეს იღუნება. ხო. ვაგზელებთ აბა ნახოთ ვინ გაგვიჩერებს. ზუგდიდში მიდის ეს. ეს არის. ლათი. ზუგდიდის ავტობუსმა გაგვიარა მარშრუტი ავტობუსი. ო, მაგანაც არ გაგვიჩერა. არ გაგვიჩერა რატო იცი შენ? გონია ფულს არ გადავ. გონია რომ ფული არ გაქვს და ისე ავტობუსით მაგიტოვებია. არა უშავს, მაგისტრალა მარშრუტი გაივლის. არა უშავს. ცოტა ხანი ნახოთ, გაგვიჩერებენ თუ არა და მარშრუტი წავალთ, არა პრობლემაა. ეს ჯამპები. ასე ისე მოვალ ტრასაცა. ტრასაცა. საბა ხო ხარ? კი. დაწყება როგორია? ყოველთვის ხოძე. დაწყება ძალიან კაია. დაწყება არა, განწყობა როგორია? დაწყება ძალიან კაი და განწყობა ძალიან. უარია განწყობა კარგი. სმაილო იყო მეთქი აჩერებს თუ. კარგი მოკლედ. აქ შევდა აგეთური ცნობილია. გეჩქჩავა. აი მოკლედ. ან მანქანიდან ან ზუგდიდიდან. მოკლედ არ გაგვიჩერეს და მიდივართ მარშრუტში. ხო, ვიმყოფებით ხობში, ჯერ კიდევ და 1 საათზე მეტი ველოდეთ და ასე რა გლოთ წმა დაიწყება და დაიწყო უკვე უბრალოდ. ასე რომ სანამ გაამართლა ავტოსტოპმა გაამართლა და სადაც არ გაამართლა და დიდი ხანს კიდევ მოდინი არ ღირს. ასე რომ მოკლედ თავიდან ავტოსტოპი დაიყო გადაწყვეტილი ეს მოგზაურობა, მაგრამ სადეთ და ნახევარად გამოგვინა, ხო? ნახევარად, მაინც აქ. აი ხა კი მივდივართ ავტოსადგურში და გავეშურებით უკვე სამარშრუტო ტაქსით, ანუ მარშრუტით ზუგდიდში ჩავალობ როგორც ყველა. ან და მაგალითად იმას მოკლედ მეგობრებო, ჩამოვედით ზუგდიდში, ვართ ახლა ზუგდიდის ავტოსადგურში. და ნუ რკინიგზის სადგურია უბრალოდ, ხო? რკინიგზი, მაგრამ ჩერდება ავტობუსები. ავტობუსები ჩერდება. ველოდებით ახლა მოვა მესტიის ავტობუსი, მალე სიმართლე ვთქვა, მალე რა 3:30-ზე გადის, როგორც გითხრას, შეადრეა. და გავავშურებით მესტია. სვანეთისკენ. დიახ, სვანეთში, შემდეგ ლოკაცია იქნება მესტია. აბა შევხვდებით სვანური კოშკიდან. წავედით. სვანეთის კოშკი. აი მეგობრებო, როგორც იქნა ჩამოვედით სვანეთში. კერძოდ მესტიაში ვართ ახლა ამ წუთას. ავიღეთ სასტუმრო საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად
ლამაზი ხედი. მაგარი ხედი გვაქვს, აი ხედი როგორია. ერთი ცუდი ის არის რომ გაგვიწვიმდა, ახლა ამ წუთას წვიმს. როგორც კი მოიკლებს წვიმა და გადაიღებს, გავალთ გარეთ და სმალურ კერძებს გეახლებით. საბა, როგორი განწყობა გაქვს? ძალიან მაგარი. ცოტა გზაში დაიღალა გზავრობით, მაგრამ აქ რომ მოვიდა გადაავიწყდა ის დაღლა. მოდი ახლა ნომერი დავათვალიეროთ. ეს არის ჩვენი ნომერი. მე დავათვალიერე დიდი არაფერი. დიდი რა გინდა ახლა 50 ლარი გადავიხადეთ მეგობრებო. ორ ადამიანში. ეს ჩუსტები მოყვა. უფრო ძვირი ღირდა, მაგრამ ჩვენ ეს მამადაშვილი რაგან ვარ? ერთი ადამიანის ფასი გადაგვახდები, ორის მაგერად. და მოყვა შამპუნი. კი ბატონო, ეს ყოგანესია. ეს აბანო ტუალეტი. აბანო ადაბიტოიებელი. ნორმალურია რა ფასი რა გინდა? ეს ტოქსიკოდი მოყვა. თუ გაითვალეს იმას რომ სვანეთში ხარ დააგზვირია პერგარაცია. ნახე ჭიქა მოყვა, მაგრამ გამოიმოსდა. ასე რომ მაგ ჩვენი ბაგი ამას გავტოვოთ და დავალთ გარეთ. ავისეიმ გამოვისეიმ. განწყობა გვაქვს არაჩვეულებრივი მეგობრებო. ფუ მიკროფონი კი არ მიმიდია პირთან. ის დავწიე ხელი. განწყობა გვაქვს არაჩვეულებრივი, ხო ეგრეა? ნომერი ვაკი. და ავისე ლამაზესია, აი სიტყვები არ ყოფნის, ხაპარში მგონია თავი. კი დაჯდები. ეს არის ჩვენი სასტუმრო. ჩიტები. შემოთ აივანზე შეგვიძლია მიითო საჭმელი. და ჩაის ძალე. ასე მოკლედ შემოგიერთდებით ვახშმის დროს. მამა. აი ასე წამოძები სამ ჩაის და უყურებ ამ ხეთს. მიკროფონი მიიდე ახლოს რა არის სხვა. რა თქვი ხაწეღან? რომ ასე წამოძები ჩაის ძალე და უყურებ ამას. წინ ეკლესია განცხრომაშია რა ნაკლას. წინ ეკლესია მაქვს შორის. აი ეს ეკლესიაც მართლა ულამაზესია, ნახე ხმელელებო. მე მგონი გადაიღო ბიჭო. მოკლედ მეგობრებო, შემოგიერთდებით ვახშმის დროს და დავაგემოვნოთ აქაური საჭმელებია რა. დასაგუთრებით კუბდარი. კუბდარი არის. აქ რო ჩამოხვალდა კუბდარი არ გასინჯოს სიგიჟე. დანაშაულია. და დავათვალიერეთ სვანურ კოშკებს. ამადროებით. მოკლედ ნომერი გაჩვენეთ. შევუკეთეთ ახლა კუბდარი ლობიო ქოთანში. ვახშმა და შევუკეთეთ. რა თქმა უნდა, სვანეთში ჩამოხვალდა კუბდარს ვარში ჭამესისმელია სული. კუბდარი და ლობიო ქოთანში. სვანური კუბდარი, ნამდვილი ნაღდი სვანური კუბდარი და ლობიო ქოთანში, რომელიც აუცილებლად დააგემოვნოთ ის მოხდებით მესტიაში. არაჩვეულებრივია ამბობენ და ახლა გავტესტავ და ვნახოთ, აბა რა არის. პირველში კუბდარი ამიღოთ. კუბდარი. ბატონო. აუ დამივარდა ხო ციმარა არა აქვს. მოკლედ ესეა. პირველში ეს პროგრამი აუცილებლად. აუცილებლად. აბა გავტესტავ სვანური კუბდარი. აუ, გინა. სასაურია. აი მეგობრებო. 10-დან 11. სიტყვები ამ ყოფნის. 10-დან 11 უწევსო. მოდი გავუმარჯოს საქართველოს სვანეთს და მესტიებს. კი. და ჩვენს არაჩვეულებრივ დასვენებას. კონიაკის ჩვენილა. ნაშენელია ნახე. მოკლედ. საანტაი. აი ეს არის ნამდვილი კუბდარის გემო რა. 10-დან 11. მოდი ახლა. ლობიო ქოთანში დავაგებულოთ. აბა ლობიო ქოთანში. უბრალოდ გითხათ როგორი გემო აქვს და როგორია აქაური ლობიო. ორი არ მოაყოლეს? კუბდარი არ გაგეგენ? აბა გავსინჯოთ ლობიო ქოთანში სვანურად. აბა გავტესოთ ლობიო ქოთანში. საოცრება. აბა მეც გავტესტავ ახლა. ძალიან მაგარია მართლა. მოდი ამით გავტესტავ. ხო, მაგით ჭამ. მოკლედ. ეგ არის რა. დავასრულოთ. 10-დან 11 ამასაც, ხო. ძალიან მაგარია.
სანგაია. მოკლედ ახლა ვივახშმებთ და თუ წინამ გადაიღო გავიცეინეთ ქალაქში და ხამის მესტია დავათვალიერებ. კი. აბადროები. მოკლედ მეგობრებო, ვიმყოფებით მესტიაში ისევ ვივახშმეთ და ახლა გამოვიდით გარეთ სასეირნო წინამ გადაიღო. მაგრამ მაგრაცია. წამ გადავიდეთ. აი ეს არის ხამის მესტია. ლამაზესი. ასე თუ ციო არ ვიცოდი. ძალიან ლამაზია, ნამდვილად. ეხლა გავიწიოთ წინ და ნახავთ კოშკისკენ. სვანური კოშკები. ზოგი განათებულია, ზოგი არა, მაგრამ აი სულ ლამაზესია. ამ კოშკებს ხვალაც განახებთ, თქო უნდა, მაგრამ ხვალ უფრო კარგად გამოჩნდება. თქო უნდა კარგად გამოჩნდება, მაგრამ ხამე თავისი მუღამი აქვს. ხამეც ძალიან ლამაზია რაღაცნაირი საქვს. მოკლედ შტაბეჭდილებები არ ვიცი რა თქვა, სიტყვები არ ყოფნის რა. შენ რა სიტყვება? მე ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ ძალიან ციო. ძალიან ციოა, სადა ხარ იქ გაიხსენე? მოკლედ არ მოვიხურეთ თბილისის ზედები და თუ არ იყოს საბაში შეცივდა, მაგრამ არა უშავს. აი, ერთ-ერთი კოშკი ეს ანათებს. ლამაზია რა. მეორე ეგრა. აქ ასლა შეიძლება, ოღონდ დღისით ახლა არა. დღისით აქ შეიძლება. როგორც ჩანს ეკლესიაც არის. ეკლესიაში აი კოშკი. ეკლესიაში არის კოშკი. ხო რა. ეკლესიის აი რა ლამაზია ნახე კოშკები. ეს ნახე რა ლამაზია. ლამაზესია მართლა. აი. საბა გაუცებული უყურებს. მეც პირველად ვარ საბაში ნერგოს. გამარჯობა. იქ ვეღარ შევალ, ხო? იქ ვეღარ შევალ, ხო შენ? კოშკი ღია უნდა იყოს? არა, კოშკი არ არის, ეკლესია. არა და კოშკი დავინახე და. კოშკი არის. აჰა. ის დღისით შეიძლება, იქ აქეთ არის კოშკები კიდე? დავთ. არის კი. უბრალოდ ხამე როა. ის კუჩის ბოლოში. ხო. თავარი კუჩა როა, ეს არის ბოლოსკენ. ასასვლელია ზემოთ რა და ისი ოპა. ეგ დღისით იქნება კარგი, დღისით. იანების კოშკია. ხო. შესვლა ეს ხუთი ბარი. ან გაჩვენია სადაც ცხოვრობს სვანები, როგორც ცხოვრობს ექსკურსიას ვიყავი. ან კიდე კოშკში სადაც უზემო. გასეთ რა გვარი თქვით? არგიანები. არგიანები? აი დავიმახსოვრე. მუზეუმი რა კოშკი ცუა. აი მახსოვრე, მარგიანების კოშკი. მარგიანების კოშკია სადაც ბანკია იბერტისი და ფორუმიდან არის ასაფური და სუზემო თუ დაიარო და იქ დრო შავს. გასაგებია, კი აუცილებლად მივას ხვალ. დღეს ახლა ღამეა და. კარგი, მადლობა გაიხარეთ. მარგიანების კოშკი. მუზეუმი ვიტყობილა და ექსკურსია. და კოშკი აი აზრია. ხუთი მოკლედ მეგობრებო, ეგ არის ულამაზესი ადგილია ნამდვილად. კოშკიც ნახეთ, ერთი, მეორე. და ყველა შენობას კოშკის ისინია გეკვები. ძველებურის ხო, ეგ ხო. მოკლედ აქ ჩვენ დაგემშვიდობებით, დროებით. გამოვიცეინებთ ცოტა სიულით. და შემდეგ შეხვდებით დილას. გავგონდებით სასტუმროში და შეხვდებით დილით. ეგ არის და ეგ. იმიტომ რომ ხამით ახლა კოშკებში არავინ არ აგუშვებს და აღერცავალთ და კუჩებიც კი ლამაზია სანახაობრივად, მაგრამ ისეთი არაფერი როგორც დღისით. ასე რომ დროებით და შეხვდებით დილით. დილით, აუცილებლად. მოკლედ მეგობრებო, გათენდა ბრექვესტის მივირთვით, ყავა რამე იქით-აქეთ და ახლა დავიწყებთ აი ამ ადგილიდან, ჩვენი სასტუმროდან რამოდენიმე ნაბიჯში დავიწყეთ გადაღება მესტიის, აი ეს კოშკებით ჩანს აგერ. მოვინახულეთ მარგიანების კოშკს, ასევე ძველ სვანურ ოჯახსაც მივადგებით და მოვინახულეთ როგორც გითხეს მუზეუმს. ხო, მუზეუმი ვითარი და აქ ვიწყებთ აქ გასასვლელში იყო ეს ძველმანები ნამდვილი, ყველაფერი რაც აქაა უძველესი და ნამდვილია. წავით. ფეიკი და ხელით შექმნილი არ არის. რაც იმას იყო. ნაჯახი. ძველებური ნაჯახები. ეს რა არის? ეს ალბათ ყავის ან რაღაცის ან საფქვავით რაღაც სასწორი. აი ძალიან ულამაზესი ნახე და ჩანგალი. ძველებური ვერცხლის დანაჩანგალი კი. აი ეგეთ ნახოთ, აქაც სასწორი ვერცხლიდებს ზედ. ნახე საყვირი. ნახე? ეს სტატუეტკები.
ნახეთ საყვირი. აი ჩანგლები ძველებური, დანაჩანგლები, მაკრატელი, ნაჯახი. აი, კატეგორია. ლამაზესია ძალიან. აი ხანჯლები მეგობრებო. აი ნახე. ყველაფერი არის ძველესი და ულამაზესი. აი. პირდაპირ თვალწინ იშლება უძველესი ისტორია სვანეთის. აქეთ ნახე. ეს არის დაწყებული პატარა ხანჯლებიდან სომების მიხედვით არის ყველა ნამდვილი და იმდროინდელი, ძველი დროინდელი. ეს აი ესეც შპაგა ასე თქვათ. კაი დადები. პატარა თოფებიდან ზემოთ აი დიდი ძალიან ძველი თოფებია. ეს დამბაჩები დიდი ზომის, საშუალო ზომის, პატარა ზომის. ესენი ჩულობოდ იყიდება, შეგიძლიათ იყიდოთ და სუვენირის სახით სახში დადოთ. აი ნახეთ, ძველი, ძალიან ძველი ეს ხის ეს ხა ნახე. ხა არის ხო? კარგი წამო გადავადგილდეთ, იქით გადავიდეთ. ეს ძველებური ჭუჭლეული ვერცხლის აი ულამაზესი და ძალიან მაგარი. აი ბინოკლები დიახ, კი. ყველაფერი არის აქ ძალიან ძველი. აი ხედავთ ალბათ. ეს ძველებური ნახატები ესეც. ეს ნახე. აი ნახე, ძალიან ძველი ნახატებია. აჰა, ხედავ. ნახე რამ ხელა ყანწი. შთაბეჭდილება როგორია საბა? ძალიან მაგარი. ძალიან ისეთია ხო მართლა. აი, ყველაფერი არის ძალიან ძველი. ძველი ფული. ხო, ძველი ფული. აი, ძველი ფული. დიახ, ვისაც გიყვართ კოლექციები ყველაფერი ძველია, აი, ფულებიც ძველი, მედლები. აი, რა არის? ფოტოები, პასპორტები, SSR. აქ გასახსნე ყველაფერი აი ძალიან ძველი აქ ახალი არაფერია. ეს რა არის? არ ვიცი, შენ სიმართლე გითხრა ყველაფერი არ ვიცი რა არის, მაგრამ ეს ნახე. კარგი და ლამაზი კია და ისტორიული. ნახე. ჯაყვა რა, დანა. ძალიან ძველი. ეს ნახე რა პატარა. ნახატების რა ლამაზია ძველი. ნახე. ეს იხსნება? კი ვიცი. კარგი. მოკლედ. აი ასე. ულამაზესი ადგილია ხო, ბევრი ნაყოფი იქნებით მესტიაში დარწმუნებული ვარ და ვინც ნაყოფი ხართ, იცით ისედაც და ვინც არა ხართ ჯერ კიდევ ნაყოფი სვანეთში, კერძოდ კი მესტიაში, აუცილებლად ამოდით, არინანებთ, დამჯერეთ. ჩვენ ვაპირებთ გვინდოდა ასვლა უშკულში, ვერ ავდივართ ალკოჰოლური მიზეზების გამო. იწვიმებს, მე გამოიდარებს, მე ისევ იწვიმებს, მე ისევ გამოიდარებს და ეგრეთი ამინდია და ზემოთ კიდევ რაწვიმარის გამო თვითონ გითხეს რომ ვერ ავდივართ და სად იყო ის ტბარო არის გაუწერმა გითხა ერთ-ერთმა ჩვენმა. მე არ მახსოვს სახელი ქორულდის ტბაო თუ რაღაც არ მახსოვს სახელი წერია და ჭალაჩიც ვერ ავედით, იმიტომ რომ ულამაზესი ადგილია, თქვენ თუ მობრძანდებით და ამინდი დაგემთხვევათ კარგი ამინდი, აუცილებლად მოინახულოთ ის ტბები. ფერებს იცვლის ძალიან ლამაზია იქაურობა, ულამაზესი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ვერ მოახერხეთ სამწუხაროდ. შემდეგში თუ მოხდებით აქ, აუცილებლად ამინდი თუ იქნა, აუცილებლად ავალთ. კარგი, ახლა განვაგრძოთ ჩვენ გზა და გადავინაცვლოთ კოშკებისკენ. და შემოგთავაზოთ ვიდეოს კოშკებიდან. აი ეს კი ძალიან ლამაზი ადგილია ძმა. აი მეგობრებო, როგორც დაკვირდით გუშინ წუხელ ეს არის გახლავთ მარგიანების მუზეუმი კოშკი. მარგიანის მაჩუბი აწერია აქ. უძველესი ესეც. დაბლა არის კიდე ხერგიანების კოშკი, მაგრამ ყველას ერთად ვერ მოვივლით და ვნახავთ, ამიტომ მარგიანების კოშკი ვნახოთ, შემდეგში გადავინაცვლოთ რატიანების კოშკი ვნახოთ. ის უძველესია. აბა წავიდეთ. ჯერ კოშკი მოვინახულობ და მე
მუზეუმში შევხედოთ. თავს როგორ გძნობა? ძალიან კარგად. გადასარევად? კი. კაი, ავიდეთ. სრიალებს ოყნელა. როგორ? სრიალებს ეს დასაყრდენელა იყო. აუ ეს ხრიშია წასვლიალი. ნელა. აბა წავედით. აი აგერ არის ასასვლელი. თები რა ლამაზად ჩანს. ხო, ძალიან ლამაზი. კოტეჯი აი? ა? კოტეჯი. ხო, კოტეჯები ყველგან არის კიდე. აუცილებლად მეგობრებო, რომ მოხვალთ, ვინახულეთ ის ადგილები, სადაც ჩვენ ვერ წავედით სამწუხაროდ გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ვინახულეთ კოშკები, მარგიანის კოშკი, ამოდი. ზატიანის კოშკი, აუცილებლად ისიც ძალიან მაგარია. ამოვენ ამას მალე ვიხილავთ. აუ, აქ რა რთულია სასვლელია. რთული? ხო, ხელის მოსაგებია რა აქ. დიახ. მოდი, ჯერ ამას მოგაცდი და მე ამომაწოდე. აქ შუქიც არ არის ხო მოცალე? ხო. მოკლედ ავდივართ მარგიანების კოშკში და კოშკიდან რომ ჩამოვალთ, ნახავთ მუზეუმს, როგორც თქვით. კარგი, ავიდეთ ახლა ეს განათება ჩავთი, არ იყო ჩატო. აუ, შეტავი. აი, სულ თავს ვთქვა, მაგარი. ადიდას შტაბის მოგაწოდებები დატოვებ მაინც ამით გასაუბრ. მოცალე? აუ, მაცა, აქ რომ მოხალ ქვებს ხელი მოკიდე და ეს კი არა, ორი ხელში ორივე დაგაგულებ და არა ფეგინა. მომეცი. აი, შტატივი მომეცი. შტატივი. შტატივი მოხსე კი არა, ეგს გამომართ თეჟი, კამერა ბიჭო. კაი, მაცა შტატივი, სად დავდო? მაცა? დავდეს. გამორთი. მაცა. ბიდი. აუ, სახელურია ხოლმე. ვა, რა მაგარია. არის? ვახჩები. ნახე აქ რა მაგარია. ბიჭო, არ გადავარდე, ებს აკეთებ. სახურავზე ვიდე კიდე. აუ, გავიგი. სახურავი ხო ხედავ. ადი ახლა მედი. შტატივი განათავა. ხო, აბა რა ვქნა, სადი. აი, ლამაზია მეგობრებო. მე ვნახოთ რადიანების როგორია. ჯერომ აუაქსიჯელია. ძალიან ლამაზი. ადი აბა მედი. კამერა გამოვხდიო. აბოლოა. არ ზევითაც არის. ზევი კიდეა. კაი, წამოდით. აბ მე ავალ კამერით. ხო. მე ავალ კამერით მე ავალ. ახალ კამერით? კი. ნელა. ადი. ოქტა შენი. კიდე ვიერთი. კაი, გავმართვი ეს და აღნიენ რა. ხო, მოდი ვარ დავახოთ. კიდე ერთია სასვლელი. ჰა? კიდეა. კიდეა? კი. ვახჩები. მაგარი. ძალიან მაგარია. კიდე ხო, კიდე. კი. მოდი ეს დავტოვოთ წაიღებს აქ. კაი. მოვკი ამის სიმეთ. მან აი გამე. მიდი ხა. აი მეგობრებო, მაგასია. ნახე ასრაფად ავიდე. მიდი ხა. კიდეა ამის შემდეგ. კიდეა კიდე? ხო. ვითარ გათავდა კიდეები? აქ ხეებია. ხეები. ხეებზე სიარული მოგიწევს. მოგიდე ხელია. კიდე. მოს ხეები რა უჭირს? რა მაგარი სილამაზეა. ვახ ბიჭო. ეგ ცხენები. რა არის? ძროხები. კაი, ძროხები აი კოშკი. შემოატყე რა მაგალითად. ასე. კაი. აუ რა ლამაზია. კარგი ხო, მოდი აბაკეთ. ადი. დაიჭირე.
არის ასლამაზი აი დიდი ბიჭო გაუმართლა კამერა მათ როგორ გამოგართო ცოტათი ამოდი კიდე მასალა ეს ამოვიდით ვა სამაგარია სამაგარი შევიდა სასვლელია კიდე თუ არა არა მეტი აღარ არის სახურავია უკვე მეტი არა აი აქეთ აგერ არის ასასვლელი მაგრამ აქ ვერ ახვალ იმიტომ რომ გავუშვებთ ხოლმე აი მეგობრებო აი ამოდით წერვალზე აიყოდა ფუ სახურავზე რა უამაზესია მართლა ძალიან სტაბილიზება როგორია ძალიან სერიოზულია აქ ასასვლელიც არის ახვალ რა ფლატი ყავმენიც აგი ნარა ვიღაცას დარჩა ხო ის არის ყოსაქვია ხეა მაინც ზემოთ და ეს აი როგორ იყოს ამ ისეთ კიბესავით რაღაცა კიდე ხო არა ახალი ხეა გზევით გავიგი მაგრამ არ გინდა მაინც ქარი არ იყოს რა კაი შემდეგ კოშკზე რო ავალთ იქნებს იქ უფრო შედარებით ხო ამ ესეთი ასასვლელი იქნება რა ისე ხო აი ისე მიდათ ვერ ავალთ რაღაც არის ხო ეგ არის რა კოშკი კარგი წავიდეთ და ხვევით და მუზეუმი დავათვალიეროთ ხო მიაჯობია კი ხოთოს საგაია კარგი აბა დროებით ჩავიდეთ და შემოგიერთებით მუზეუმიდან მარგიანების მუზეუმიდან აი ეს ახლა მარგიანების მუზეუმი და ჩავიდეთ და მოინახულოთ აბა რა ხდება შით როგორ თემა შით ისე მაგარი მითქვია ხო გურული აქცენტით შევიდეთ შეგნით აურა მაგარია უკვე გაია უკვე გაია კი ბატონო აი აურა სილამაზეა ნახე აი ეს გახოთ მუზეუმი ძალიან ლამაზია არა მარგიანების სახელმწიფო მარჩებში 18 საუკუნეში თარიღდება და საცხოვრებელი აქ როგორ თქვით რა თქმა უნდა მაჩუბი ხო აგერ იყოს საკმაოდ დიდი 25 წლებისგან შედგებოდა და ცხოვრობდნენ აქ საქონელთან ერთად აჰა ცხოვრობდნენ საქონელთან ერთად გასაგები დაბლა არკებს რომ ხედავთ ის არის საქონლის განყოფილი საქონლის თავზე ზემოდან ადამიანებს ეძინათ ხოლო ძახის მანძილზე რადგან დამთავრდა საკმაოდ ხანგრძლივი და ცივი იყო და ეს კომათის ერთგვარი გათბობის საშუალება გასაგები მოგეცა ფულში მეორე საქმე იყო კიდე სადაც ძახის მანძილზე ვეცინახავენ დაფუში ზედაპირ თავისუფლების საქონელს ადოვარდებდნენ და ოჯახი მოგვიანებით შესაძლოა აჰა ხორა მახშის ვეცეთ ოჯახის უფროს მახშის კამი არის ეს ხო დაჯექება მამაკაცების კამი დაბლოქალები ახეთ ბავშვები ხო აი პატარა ოთახი არის მარანი სადაც საკონის მარაგი ინახებოდა ეს არის სამოსისთვის განყოფილი ეს არის ჭურჭლის ბოლო არის მარცვლეული ხო აი ამას ერქების ფორმა რომ აქვს ხორცს კიდებდნენ და იბოლებოდა ხო აქ შუა ცეცხლი იყო აი ეს არის საყვარე ყვარითი რა არის აი ხო ვიცი კი ყვარს ანთებდნენ საქონლის უზოცან ეწოლებდნენ და განათების საშუალებაც ეს იყო აჰა ძალიან მაგარია სავენტილაციოდ ხედავთ რომ არ არის საკვამული მხოლოდ 3 პატარა სარკმელია და ნახევარწრიული გაბოლილია ჭერი სწორედ ამიტომ შემორჩა ეს სახლი ასეთ კარგ მდგომარეობაში რომ თვითონ ფორმა შეასრულა ანტისეპტიკის ფუნქცია აჰა გასაგები და გამიშვა გამოიწვა და აფეთქა აი ეს პატარა სარკმელი კარშემოსასვლელის მხრიდან იყო მანდარიოს ახალდა ქორწინებულთი და იყო კიდევ ერთი ოთახი სადაც ხარჯი შემოიერებული შემდგომ 40 წლის მანძილზე იმყოფებოდა ვა დაბლა კიდევ ერთი პატარა ოთახი ეს იყო ბილები სადაც მანდარიოს შოუს შემთხვევაში დაიჭერდნენ დამნაშავეს ზემოდან ჩაუშვებდნენ და ახოსუთესები განიხილავდნენ რასაც ჯელი მიეცედა
მან დარწმუნდა ერთ წამამდე გამოიყენებოდა ვიღაცამ რაღაც მოყარა ამჯერად ამჯერად უნდა გამოვისყიდა აი მანამ სანამ გამოვისყიდნენ იმხრის მანძილზე ყავდა ფეთყოებული მაგრამ თუ ოჯახს არ ქონდა გამოსყიდის საშუალება მაშ ფიზიკური შრომით უნდა ენაცვლებოდა ეს დილეგი აქ არის ახლა რომ ნახოთ თუ არა ვერა არ კი ქონა ნახო შეიძლება კი კარგი ძალიან კოშკს ჰქონდა სამი ძირითადი ფუნქცია ეგ იყო თავდაცვითი ზვავდა მეწყერსაშიშროების წინააღმდეგ იყენებდნენ თუ იყო ზვავი და მეწყერსაშიშრო დადიოდნენ კოშკში რადგან კოშკი აგებულია ისე რომ მისი ფუნდამენტი ოვალური ფორმის არის და კუთხე მიმართული იყო მთის საპირისპიროდ შუაზე ჭრიდა და მხოლოდ კოშკი უძლებს ზვავს და ბოლო მიზეზი ამდენი კოშკი შენებლობი და ეს იყო სტატუსის მაჩვენებელი რაც უფრო მეტი კოშკი ქონდა გვარს რაოდენობრივად და რაც უფრო მაღალი იყო მით უფრო ძლიერად და მდიდრად ითვლებოდა აი ასე ცხოვრობდნენ ამ სახლში მე-18 საუკუნის დასაწყისამდე კარგი ძალიან აი აქ სარკმელია კარგი ჩავიდეთ იქ ქვევით თუ აქვეა თუ ტომშორებითა აჰა კარგი წამწავდით ხო ანუ შევაჩერებ გადაღებას და ნახოთ აი მეგობრებო ეს არის ამ მუზეუმის ისტორია აქეთაც რაღაც შეხი არ ვიცი რა ადიათ ხარით აქეთ ხო? კი დაგვა ეს არის სავარაუდოდ აქ შევუშვათ აი ზონა ხედი ულამაზესი აი ხილოც საბოქით აი რა მაგარი ადგილია აქ ინახებოდა ზამთრის საყოლის მარაგი ეს არის დახისთვის სახელმწიფო არაჭი ეს თაფლისთვის აი აქ კედელი იყო ის ოთახი არ არის მუზეუმის ნაწილი და ერთ საკომუნიკაციო იყო ეს სამოსახლო რომელიც არის ზემოთ მაგარი რომ გითხარი აჰა გასაგებია ბოლო კარი დილეგია მანდაც იყო კედელი ეს კარი შემდეგ ტურისტები გითხარი აჰა ეს არის დილეგი ხო? აბა შევიხედოთ აი მეგობრებო ეს ყოფილა დილეგი აქაც რაღაცა ჰა? აქაც დილეგია მგონი აი ეს არის დილეგი აი ეს ამოდან ჩამოსასვლელიო ასე ჩამოუშვებდი ადამიანს ეს არის უძველესი დილეგი როგორც იმ ადამიანმა აგვიხსნა და აი მაგარია რა უძველესი ისტორია რაც და ისეთია სტრანი შეიძლება მაინც დილეგი იყოს ხა აი მეგობრებო ესეც კაი აბა ამით მოვჩით ხო? კოშკი ნახეთ ხო? კოშკი ნახეთ კი? აბა მეგობრებო შევხვდებით შემდეგ ლოკაციიდან იმედია მოგეწონათ მოგესალმებით მეგობრებო რატიანების სახლ-მუზეუმი კოშკიდან კი ბატონო ეს გახლავთ რატიანების კოშკი საგვარეულო კოშკი სახლ-მუზეუმი როგორც გითხეს 28 მეტრია ამ კოშკის სიმაღლე და ააშენეს ქალებმა ქალის მიერ ააშენებული ერთ-ერთი კოშკია რომელიც ქალმა ააშენა ხო იქით გვერდით რო არის კოშკი ის არის ფალიანების კოშკი მოდი ახლა დავათვალიეროთ რატიანების სახლ-მუზეუმი მე-11 საუკუნეში აშენდა ეს კოშკი და შემოსევისგან იცავდნენ თავს მამაკაცები ზედას ბოლო კენწეროში იქ რო არის აი გამოსაყოფი იარაღის როგორც წესია და მუსლიმანების შემოსევისგან და ასე შემდეგ იცავდნენ თავს იქ ახლა კოშკში ავალთ მეგობრებო და იქ ნახავთ სადაც ქალები და ბავშვებს მალავდნენ ასეთ დროს მამაკაცები ბრძოლობდნენ აი აქედაც ასე ლამაზია აი ასე აქ ამოვიდით ესე ქვით აი ამ სიმაღლეა და რა ლამაზია ლამაზია ნამდვილად აი ხია შევიდეთ და
ყველაფერი დავათვალიეროთ. საოცრება. შევიდება. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა განაცვალე საბა. მოწორებს ისაბა. ძირო? მოძგვა მარგალებს. მოძგვა მაგალითად და კოთუებს. აი, ჩვენი სუგაცა საყვარელია. დაგხვდა მეგობრულად. აი ეს არის ძალიან ულამაზესი და უძველესი გარემო. რაც გქონდით გახსენეთ, კოშკში ავდივართ აქედან. ხო, ეს არის ჩემი საგვარეულო, რატიანების საგვარეულო. ეს გახლავთ გიარატიანი, დიახ. ეხლა აგიხსნით მე თქვენ საბას აუხსნით ლამე. ხო შენ მიყევი როგორც კიდე. კი, არა ბრო. ეს მელის ტყავი. აი ფიტულები, ტყავები. ნამდვილები დათვის. ეს ჩიხვის ფიტული. მოკლედ ულამაზესია ფაფახი. მოხოხით როგორ ქვია. ჩიხვის ქის კანწი. აი. ულამაზესი აიძულებული სამოსი. უმაგრესი გარემო მოკლედ რა. ეს კოშკში ასასვლელი. აქ ეს ღვინის ის არის ხო გონი? ხო, მაშინ რენო ხარ კონდა ჩვენ. ხო. არა, ეს ნახე რახი. დავახურო ერთი სვანური ხუდი. ლამაზი ბიჭია და. აი. უხდება ხოლმე ძალიან ლამაზი. და ლამაზი ბიჭი არის. კი. ასე. კოშკი არის ასასვლელი. მოკლედ პატარა უცებ მცირე მინი ისტორიასავით თუ იტყვით ორ სიტყვას, მაგის არ იქნება ცუდი. მე კი ვთქვი, მაგრამ ხო. თქვენგან უფრო სხვანაირად. და მოდი ჩემთან. მით. ჩემთან მარტიაში. ესე იგი ეს არის შუა საუკუნეების საცხოვრებელი სახლი, მუზეუმი ეთნოგრაფიული, ჩემი საგვარეულო რატიანების გალაშა, ჩემი თემსკი. კოშკი არის მე-11 საუკუნეში აშენებული, თავდაცვითი ნაგებობა. როცა კონფლიქტი ჰქონდათ ერთმანეთში, აი მაშინ ადიოდნენ კოშკზე. მესამე არის საომარი დანიშნულების. ერთმანეთში საღამის წესი, იცით ეხლა ეს ყველა მიცით. აი მაშინ ადიოდნენ კოშკზე, საომარი დანიშნულების პატარა ფანჯრები აქვს. და იქიდან ხდებოდა თვალთვალი, ხო, და იარაღის გამოსაყოფად ისიც. ხო, ეს ასეთი ფანჯრები აქვს, ხო, ვიცი. ასეთი. მეორე სართულზე არის ჯიხის და არჩის წვები, საბარ ვარ შეგეშინდეს. მაინც გაგაფრთხილება. ესე იგი, ითვლებოდა როცა ნადირობდნენ ტოტემურ ცხოვრებად ჩვენში ქართველებში. როცა ნადირობდნენ არ ყვინდნენ, რომ ძაღლს და კატას ვარ შეეჭამენ. და იქ არის ვინც იყო ჩემი წინაპრები, მონადირები მე-10 საუკუნიდან ავაგებდნენ მეორე სართულს. ესეთი საფრთხე. და შორის ეს ბოდის შეგაწყვეტია, ეს უნდა ნახოთ მეგობრებო. ეს გახავთ ბატონი გიას ბაბუა, წინაპარი. დიახ, აი. გრიგორ რატიანი ბაბუა ჩემი. პატივსაცემი პიროვნება, ღმერთმა აწყობოს მისი სული. მადლობა გენაცვალე. აბა წავედი ზევით, დიდი მადლობა. ავალ და დანარჩენს. ხო, დანარჩენს რო ჩამოყოთ, მე აგიხსნით. კი ბატონო. მუზეუმს. აბა ავიდეთ მეტი. ოქრო ახლა თავი არ მეაწყა საბა. აჰა, ხილოთ. კარგი. ხილად საბა და იმას კენი. კარგი, მადლობა. ატიბა. ადი. ემასე. ხილად. ესე. პატარა ხედით. გავწმეთ. რაღაცინოს. მე მივარტი მეგობრებო თავი და საბა მაგიტო იცინეს. საბა გავარტყდა და მივარტი თავი. მოემზადეთ. აი. სულები. მოემზადეთ სულები. აქ არ არის, შემოთიქნება ზლები. მეორე სართულზე. ადი აბაზევით. აი შუქიც აინთო. მიდიადი ხაყე. ადი. კამერით ცოტა მეჭირს ასლა არა? ვახერხებ როგორ ის. მეც მაღაზიები. როგორ ავიდი? ადი მე დადი შტატივი და ადი. შეულობრივად მე ხელ მოგდი და ადი. ის ტელეფონის კამერა გამომართვით წოს. რომ მე ამოვიდე. რა მაგარია? გამომართ კამერა, ამოვალ. არ გამორთო მოგიდე? ემას ხა მე ამოვალ. ნახე ცლები. ჩამოვიდე ცლები კაი, და ათი ცლები. მოსვლა. რთულია. ეს არის ჯიხის ბეჭოდი. კაი შეშტატივი დაიკავე. აი საძლებია მეგობრებო. ჯიხვის და არჩვის. ხო, ასე გვითხრეს. აი. ნამდვილი ძლები აი.
კარგი, გავაგზავნოთ. მაგარი. მიდი, ადრე მოგაწოდებ კამერას. მაგარია. ძალიან მაგარი კი საოცრება. არჩა ზაფერი. მე 11 საუკუნეში მოხდი მგონია. მოგზაურობა წასულში მიდიება. ადი. თვათ. შეიძლება ხო კამერა გამომართვი. არჩა ზაფერი. ხო, მოდიება. ისე ვერ ამოვალ თალი ხელ. სადახარ? ოკეი. თვათ. ელავან. კი ძალიან. არა უშავს. ოპა. აი ფანჯარა. მაგრამ სადენია. ფანჯარა, ხო, სადენი კი ამარა. ბიჭო, როგორ ამოდიოდნენ? ჩოლები მოთხოვდნენ. კიდე ასასვლელი ფერზე. აი სკამი. სკამი. კიდე ხო იღებს? კი იღებს. აი მეგობრებო. ხრეჭოსავით პატარა ფანჯარა სამკუთხედი. აქედან იყო. ადი. იარაღების გამოყოფა იყო ზევიდან ვაფშე. ადი კიდე მეტი. მოგაწვდი. ხანობს. რო ახლა მითხარ და კამერას მოგაწვდი. კაი. ადი მეტი ადი. ავედი. გამოვართვით ხილად არ გავთიშო. ძალიან კიდეა ბიჭო ზემოთ. ხო. აი ფანჯარა. არ არის მარტივი თქვა. რამხელახის მორებია. ხა? რამხელახის მორებია. მორები აქვს თუ რაცა. არ ვიცი, მაგრამ სტატი. კაი, მომეცი. ზედა. კამერა. ეხა ბოლოს სართულზე ავდივარ. ეს ხის კიბე მიყდებული. აი, დაბლა ჩასასვლელი, ჰა? ეს არის ყველაზე რთული. აი, კიდე ხრეჭო ესეთი. კარგი. აქ ძალიან რთულია. ბიჭო, განათებას ის არა აქვს ჩართული? აი ეს. ბოდიში მეგობრებო, სიგნალისთვის. ამოდი. ეფექტებში დაგვაუწყდა ჩართვა. იმის რა ქვია. აი. ბოლო ის არის, ხო? ხა. ყალყალებს კიდე და ფთლად იყავი. ყალყალებს. და თასმა გამეხსნა. ადი თასმას იქ მოუჭერ. ბოლო ის არის ბიჭო. აქ ასე სწრაფად როგორ ამოდიოდნენ. ბიჭო, მე ცალი ხელით ვარ, შენც და მე. აუ. ქვევით რო ჩავალ, ბევრად მარტივი იქნება. ადი აბა. ცალი ხელი ძნელია. ამოვიდით. გამომართვის. რა მაგარია. აი, გამომართი, მოდი, ჰე. სივით ახედო შეგიძლია ნახე? ხო, მაგრამ ავიდე ჯერ. მეგობრებო, აი კიბე აკიდე. ბიჭო. და აქედან შეგიძლია ახედო. საქართველოს დროშა. აი, ამოაღწიეთ. აქ სკამია და საჯდომი. აი, სახურავზე ასვლა შეგიძლია, აი, როცა ეს სტატი გატოვეს კამერას. ხო და ავალ, მაცა თასმა შევიკრავ და პირველი მე ავალ. აი, მეგობრებო, აქედან ებრძოლებოდნენ ტრებს. აი, აქედან გაყოფდნენ რულას, თოფის და დამბაჭის და ასე შემდეგ. ავედით. აქედან ბრძოლებდნენ. ვიდეო მაშინ ხელის არიელი გაქვს. აცი, გადაცი, გადაცი. ემას. ძალიან ძიმეა, მოიკამერა. მაშინ მოდი შენ დაიკავე კამერა. კამერას აგიჭე. შენ თუ ვერ კაჩავ, მე ავალ. ხელას მეგობრებო, აი, ამოვიდით მაინც სახურავზე გავრისკეთ ქვია, მაინც. ჩემზე რა კონკრეტიდები? არაფერი. პატარა უკან გავიწიოთ საბა. ადექი ფერზე მოგეშინი, ადექი. ადექი მოგეშინი, ემას. ადექი ფერზე. აი, გაჩალე ხე, მომბრუნდი აქეთ. მოგეშინი, მოძრადი და აი გადაგიდე. შეშინია, ხი. აი, მოგეშინი. აი, გაჩალე ხელი. აი, სენდისია შესულდა. ვართ კოშკის სახურავზე, ნახე რა ხედია. ის რა ძველია ნახე. ხო, ვიცი, ეს ფალიანების კოშკია. აი, მეგობრებო. ფეხი მიკანკალებს. ხო, მაგარია ზედო. კი, ქარი რო. გაიმართი, მოგეშინი, გაიმართი. ქარი რო უბეროსო და მე. არა, ისეთ მაგარი ქარი, მე მეგონა თავიდან, მაგრამ ახლა ისლი რა ლამაზად ხუბლები. აი, თოლიანი მთები. თოლიანი მთების სიმღერა არ დაიწყო ხოლმე. რა სიმღერა? აი, იქით წინვარწერი წვერია თორსდები. ნახე რა ლამაზად მოდის მდინარე. საოცრებაა რა. მეგობრებო, ნამდვილად არიანად ვინც ნამყოფი არ ხართ, აუცილებლად მოდით. აუცილებლად გირჩევთ, არა ცოტა. მოინახულეთ რატიანების სახლ-მუზეუმი, რატიანების კოშკი. როგორც გავიგეთ, ყველაზე მაღალი ოდა. ეგ არის რა. ქანაო, სახურავი. ის შეგონია ქანაოს. აი, მათე წაში. როგორია შეიძლება, აბა? სიმაღლე არის შეიძლება მითხარი.
ძალიან კაია, სიმაღლეში არ მაგრამ რაიც მეშინია რატომაც. რა თქმა უნდა, ახლა შეგნებები ისეთი რომ რაღაცებზე ვფიქრობ, ეს ხო ფეხი რომ დამირსეს, რომ მე რა ვქნა. ასე თუ ვიფიქრე, მაშინ კი ბატონო. აი. კარგი, ახლა ეს ყველაფერი კარგი იყო, ჩავიდეთ ქვევით და მე ქვევით იმას ვქოთ, რაჩენ გავაგზავნოთ ქვევით. აი. მოკლედ ახლა ჩავდივართ სად? ახლა ჩავდივართ, ეს არის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ქვია მაჩუბი სვანურად, სადაც ხალხი ცხოვრობდა საქონელთან ერთად. ეს არის მე-11 საუკუნის და კოშკი მე-11. წამოსვლა. ჩანებინე. ხილოთ. Salεχელთ და ძალიან შასულა. აი, მეგობრებო. ხო, ეს არის საბა ახლა შუა საუკუნეების საცხოვრებელი სახლი, მაგას ქვია სვანურად მაჩუბი. ამ სივრცეში ცხოვრობდა ხალხი საქონელთან ერთად. რაც არის შავი, ეს არის ყველაფერი კვამის გადაკონსერვებული. აქედან გასასვლელი, შემოსასვლელი, მოდი აქა აი, ხარები ყავდათ, აი აქ ძროხები, აი ნახე, იქ ცხოვრები. აჰა. აქ იჯდა ოჯახის უფროსი, სვანურად ქვია მახშვი. რომელიც თავის გვარს განაგებდა და იმას რასაც ითხოვდა, იმას აკეთებდნენ. დაჯექი. ეს მაშინდელი ქალის ხვა, რომელიც ცეცხლს აფენდნენ და ამაზე აწყობდნენ პულს, ხაჭაპურს, კუდარს ამ ქვაზე, როგორც პლიტა ის. ახარშავდნენ ხორცს. ეს არის შუა ცეცხლი, კერია, აქ არის კონსტრუქცია. ეს აკეთებს ორ რაღაცას, ერთი ცეცხლის საწინააღმდეგო და მეორე სავენტილაციო სისტემა. აი რო ყოფილიყო ცეცხლის საშუალება, ეს არის ქვის ფილები ჩადებული ზემოთ, ნახე, ჩალაგებული. ეს მაკეთებს კიდე ვენტილაციას, ეს იყო ღია ზამთარში ფანჯარა, როცა ქარი უბერავს, ეს აკეთებს ასე ვენტილაციას ყვანას. ადიოდი ერთი იქა, მეორე იქა და იქ ფანჯრები აქვს. აი იქ. აჰა, მედა. ულამაზესი და უმაგრესი. ეს არის დედაბოძი. ხო, საბა შენ მოსკნა. ეს დედაბოძია. ეს არის რომელიც საქართველოში არსად არ არის, არც სვანეთში, არც სამეგრელოში, არც ესა ერთადერთი. ბოძი ყველგან არის, მაგრამ ანახერე გააკეთეს ბოძად დატოვეს და ქსანთები მითებოდა მაშინაც, ეხლაც აკლოცვა ვიგებთ თანრანგელოზი წმინდა გიორგი და ბოლოს ქერის არაყებად ჰქონდა. ეს ნახე იკეთება ასე. აკეთებდნენ სიმოსასწნელია, გასაკეთებელია, რომ კონსტრუქცია ვერ მიხვდები, რომ შეგით რა იყო. შეგეციოთ ნაუცავი ადგილი ახმეთ საუკუნე და შენ ოჯახთან ფესოკაფე. ეს არის ის ფესვები. რაღაც ჩამოსაკიდებელი ტანსაცვის. შეტამახეს აქ ცომს მოზელავდნენ. ხო. საბა და მე რა ცხობდნენ იგერ ხაჭაპური კუბდარი. ამაში სვანური მარილი თავის ინგრედიენტები. აჰა. გასანახა. ეს არის ხეზე კვეთა შესრულებული ორნამენტები. აჰა. აქ იყო შკაფები, კოფეტივით. გადაჩერებს და ეს არის მზეს ნიშნავს. მზე, სარტყელა, ისინი სხვადასხვა ვარსკვლავები, მზის ამოსვლა, ვარსკვლავები, მზის ჩასვლა. ეს არის ვარსკვლავის კალენდარი. ჩვენი წინაპრები ვარსკვლავების მიხედვით და მთვარის მიხედვით საზღვრავდნენ რა უნდა გაეკეთებინა. მე არ ვიცი, ბობოჩი მოიწოდი. აი ცხენი გამოხატული. მოჭრილი. რომელ ოჯახშიც იყო ცხენი, სიტყვებოდა ძლიერ ოჯახი და ცოტა ისეთი ხარი. ამაში წყალი ქონდა და ამაში გამოსახვის არაყემასალა. ამაში ფქვილი. ისეთი აქ ცხოვრობდნენ ყოველთვის და როცა იყო პრობლემები ერთმანეთში შერიგებამდე, მაშინ კოშკზე ადიოდნენ. აჰა. გადათვის მიზნით. დაჭირდება გადაულოცოთ. დიდი მადლობა ასეთი კარგი ინფორმაციისთვის და მადლობა თქვენ გაინტერესებთ. კი. ჩვენი კულტურა და ასწავლებლები შენ საბასადიო. მეგობრებო, კიდევ ერთხელ მეორე ბლასაკამით თქვი, სვანეთშიც მოხდებით, თუ კი რა უნდა მოხდეთ, ის რა ყოფილი ხარ. მესტიაში რატიანების მუზეუმში აუცილებლად ვიჩერდებით. და დააფალოთ. გაიკავეს. ძალიან მაგარია. გამარჯობა. კარგი, აქედან გავალთ და შევხვდებით შემდეგ ლოკაციაზე. ჩალადე. გაგიმარჯვებთ. მაგ ტრადიცია ვინც მოდია ჩემთან კოშკში მუზეუმში. კოშკზე აქ მე ვახვედრებ ვინო ჭაჭა
ეს ჩემგან, ესე იგი, რამდენიც უნდა იმდენს ხო დაუნიშნოს კოშკიდან ჩავწერო. კი ბატონო. გაიხარე ჩემი ძო. აიხარე? როცა როშ ასე შეგტკივა გული ისტორიას აცნობ ხელ საქართველოს აი ბოლშიშვილი ბოლშიც ასე. ეს არის ძალიან მაგარ საქმე საკითხი და ყოველთვის გაგიმარჯოს და ყოველთვის შეიძლება იყოს ღმერთი ყველა საქმეში. გაუმარჯოს სულიად საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს ყველა კუთხეს და გასაკუთრებით ახლა სვანეთში ვარ, სვანეთს გაუმარჯოს მესტიას და ესტიელ და სვან ხალხს. ხელჯობა ქონდეს, უფლის მადლი ამოგვემოდეთ, წინსვლად წარმატება ქონდეს. ხო ჩამდუხარ. ჩამდუხარ, გიროვდა. გიროვდა. მოგეთ მეგობრებო, მორჩა ეს ვიდეო. გემშვიდობებით სვანეთიდან, კერძოდ მესტია. ასეთი ულამაზესი ხედი უკან სვანური კოშკები, იმნარე მესტია ჭალა და მთები. და ულამაზესი მთები, კი ბატონო. მოგეთ კონტენტი შედგა. შაბაშილოები ძალიან მაგარი. აუცილებლად მოგზავნით სვანეთში. გირჩევთ. და აუცილებლად ეწვიეთ მუზეუმს, რაშიც ახლა ვიყავით. მუზეუმს ქვია რატიანების სახლ-მუზეუმი, კოშკი. აუცილებლად ძალიან მაგარი ადგილია. ძალიან მაგარი. გაინტერესებთ, აუცილებლად მოხვიდეთ მანდ. მოგეთ ეს ვიდეო დასასრულს მივახავდა. დიდი მადლობა რომ გამოგვიწერეთ. მადლობა ყურებისთვის. მადლობა რომ ვიყურებთ და გალაიქებთ, ვიკომენტარებთ. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და გააზიარეთ ვიდეო და გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რათა არ გამოგჩეთ მორიგი და საინტერესო ვიდეო. შემდეგი ლოკაცია იქნება მარტვილი. მარტვილის კანიონი. მინდა გადავიღოთ ძალიან და იმედი მოგავს, გვაქვს ხელს არაფერი შეგვიშლის. აბა დროებით.